ეს სიტყვა, მაგრამ მეწმუნეთ, რაც შეეხება ხელების და გადაგრეხვას და ძალადობას და ხალხის გაუბედურებას, ეს მაგათი მოგონილი იყო და ამიტომ ამ ტერმინს ხშირად ხმარობენ. რაც შეეხება ჩვენ რო გვინდოდეს, რომელი მყავს ისეთი ვაჟკაცი ერთი რომ აქედან ხელის გადაგრეხვა გდობებოდა და გაუძლეს გადაგრეხვას. იმდენი მოჭიდავე ყავს სხვათა შორის იგივე პარლამენტშიც და ისეთი სახელოვანი ადამიანები რომ მაგათ ხელს კი არ გადაუგრეხავდნენ, გადაუმტვრევდნენ. არავის ცდელობაც კი არ ქონია ამის ღიმილის გარდა და კეთილის სრულების გარდა. ასე რომ ნუ რაღაცა იკიდებიან ხავს, ნუ ცდილობენ რომ რაღაცას ამოეფარონ, ნუ ცდილობენ რომ თავიანთი წარსული დამალონ, ნუ ცდილობენ რომ თავზე მამა აბრამის ბატყნის ის ქურქი მოიხვიონ და ისე დაინახონ საზოგადოებას განცვიფრებული და მეამიტი თვალებით რომ როგორ ხდება თურმე რომ სადღაც დანაშაული ხდება, როგორ სადღაც თურმე ქუჩაში რაღაც მომხდარა, თურმე პოლიციელს ვიღაცაზე ხელი აუწევია და ასე შემდეგ. ეს ადამიანები საუბრობენ ასე უტიფრად, ეს ამ მთელი უბედურება და თურმე კონსტიტუციაზე გველაპარაკებენ და კონსტიტუციის ცვლილება როგორ შეიძლება? და კანონის ცვლილება როგორ შეიძლება? მეორე დახსნით სხვადასხვა ჩემს გადაცემაში ეხლა თქვით რომ გდომოდა ხელების გადაგრეხვა მოვახერხებთ და ერთხელ სწორედ ამ სტუდიაში თქვით რომ ბერკეტები ამისი არსებობს და რომ გდომოდა გამოვიყენებდიო. რო გდომებოდა. ხო, უნებრივია ხელისუფლება, ნინო ბერკეტი ყოველთვის გააჩნია, მაგრამ სწორედ ეს ის ხელისუფლება, რომელსაც არც ერთხელ ეს არ გამოგყენებია. აი ჩვენ დამანახეთ ეს როცა იყო მას დატოვეს ფრაქცია, თქვენ იქ საკრებულოში თვითმმართველობებში ხო ხშირად ისმის ესეთი ბრალდებები, რომ გარკვეული ზეწოლა მიმდინარეობს. რატომ? იმიტომ რომ რატომ გონიათ? ამ ადამიანებს ორი გზა ქონდათ. პირველი ჯერ ერთი უმცირესობა ვინც დატოვა